დავიწყო. მოგესალმებით, მე გახლავართ 53-მდე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ელენე ცააძე. მინდა შევეხო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ჩვენ სკოლაში და პირველ რიგში მინდა გაგაცნო ჩვენი ყოფილი დირექტორის პიროვნება. იგი არის ყველგან განსხვავებული დირექტორი, რომელმაც იცის ყველა მოსწავლის ბავშვის ინტერესი და ცხოვრება, აქვს განსაკუთრებული საუბრის მანერა და იცის დიდი სიყვარული. როგორც დირექტორი შეძლო 7 თბილი და მოსიყვარული გარემო შექმნა ჩვენ სკოლაში, რაც ვერ მოახერხა რამდენიმე დირექტორმა. სკოლა გახადა მოწესრიგებული, დისციპლინირებული, სადაც მოსვლა ყველა ჩვენთანაც უხარო და ტარდებოდა უამრავი ღონისძიება, მონაწილეობით შემოქმედებით თუ აკადემიურ სხვადასხვა ღონისძიებებში, ცხოვრობდით სასკოლო ცხოვრებით. ჩვენი აქ მოსვლის მიზანი გახლავთ შემდეგი, ალბათ ყველას მოგეხსენება, თითქოს ყველაფერი დამთავრდა, განათლების სამინისტრომ თავისას მიაღწია, მაგრამ ყველაფერი ესე არ არის. ალბათ ვიღაცის პირადი ინტერესებით დაკმაყოფილდა, მაგრამ ჩვენ დაგვრჩა უსამართლობის განცდა, რადგან გვითხრეს, რომ თქვენ აზრის გამოთქმის უფლება არ გაქვთ და თქვენ აზრს მაინც არავინ არ ითვალისწინებს, ეს გვეხება მოსწავლეებს და დავზარალდით და თქვენ კარგად მოგეხსენებათ ალბათ, რომ სკოლა არ არის არც მინისტრი, არც მასწავლებელი და არც დირექტორი. სკოლა შედგება მოსწავლეებისგან და მთავარ როლს სკოლაში ვასრულებთ ჩვენ. ანუ მოთხოვნა გვაქვს. ანუ ესე იგი, თავიდანვე მოსვლისთანავე ჩვენ არ გქონია პროტესტი ახალი დირექტორის მიმართ. არ გქონია პროტესტი ახალი დირექტორის მიმართ, უბრალოდ თავიდანვე მოსვლისთანავე მან დაარღვია ყველანაირი ეთიკის ნორმა და გასცა საზღვრებს და მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც შემდეგში უარყოფს იგი და უბრალოდ ჩვენ გქონდა თავიდანვე პროტესტი, რომ დაგვებრუნებინა ჩვენი ძველი დირექტორი მარიამ რამინაშვილი, მაგრამ ჩვენი პროტესტი შემდგომში შეეხო ახალ დირექტორსაც, იმიტომ რომ მან დაარღვია ეთიკის ნორმა. დღეს სკოლაში, ესე იგი, ჩვენ ესე იგი, დღეს არის ესეთი სიტუაცია, რომ ჩვენ პროტესტს გამოდგავდით აქციების საშუალებით სკოლის ეზოში 7 აპრილიდან, მაგრამ ამ კვირის ორშაბათს გადავწყვიტეთ, რომ შეგვეწყვიტა გარეთ პროტესტი, ანუ სკოლის ეზოში და შევსულიყავით შენობაში, ვინაიდან ხელი არ შეგვეშალა დირექტორის შეტანილ სარჩელში. ასე რომ გაკვეთილები ასე თუ ისე ნახევრად ტარდება, ნახევრად არ ტარდება, სკოლაში არის არეული სიტუაცია და ჩვენ უბრალოდ პროტესტი გვაქვს იმის მიმართ, რომ ჯობდა 2 თვე მოეცადათ და სასწავლო პროცესი დამთავრებოდა, იმიტომ რომ ვართ მე-11 და მე-12 კლასელები, რომლებსაც გვაქვს კატის გამოცდები წელს და ვერანაირად ვერ ვახერხებთ, რომ ჩავდგეთ ფორმაში ამ ცვლილებების გამო და უბრალოდ ნებისმიერი ერთი უბრალო მასწავლებლის მოხსნით ძალიან დიდი ქაოსი იწვევს ეს სკოლაში და დირექტორის მოხსნა საერთოდ დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული მით უმეტეს. ისევ გრძელდება ჩვენი პროტესტი და ჩვენ გვინდა რომ ვიმუშაოთ და ვისწავლოთ მარიამ რამინაშვილთან ერთად და არ გვაქვს სურვილი გქონდეს შეხება სხვასთან, მით უმეტეს ესებთან, ვინც პირველივე დღეს არ გვაქვს ყველანაირ ეთიკის ნორმას და ცდება ყველანაირ საზღვარს. კი, დაგვაზარალებს, მაგრამ აი უბრალოდ გეტყვით, რომ მარიამის დირექტორობის დროს ჩვენ ვიყავით ნორმალურ ფორმაში ვიდექით, ძალიან კარგად, ანუ განვითარებად, ნორმალურად განვითარებადი სკოლა ერქვა ამას, შევიცვალეთ ძალიან ბევრი დირექტორი და როგორც იქნა გამოჩნდა ვიღაც, რომელმაც დაგვაყენა თავიდან ფეხზე და უცებ მოხდა ესეთი ცვლილება, არც ვიცოდით, საერთოდ 6 აპრილს შევიტყვეთ ამის შესახებ და 7-დან უკვე დაიწყო აქციები. და აი ამ პირობებში, როდესაც არის ეს ხერხი და ეს გზა სიმართლის დასაწყისი, თქვენ სკოლის პროფესორი, გამოდიხართ გარეთ, თქვენ ვერ ხავს აზარალებ და თან იქ მასწავლებელი, რომელსაც ჩაატარა მოკვეთილი თან პოლონეთის სტადიონში, თუ თქვენი შეხება, სიტყვი შევეცდეთ პედაგოგი
იცით რა არის მე ფიზიკურ შეურაცხყოფას ხარ რასაც თქვენ ამბობთ და რასაც თქვენ მეუბნებით მე პირადად არ შევწრები ვარ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა მხოლოდ ანუ სიტყვიერი შეურაცხყოფა ეს სრდილობის ფარგლებში მაგრამ იყო მხოლოდ ესეთი კონკრეტულად ერთი სიტყვა წადი და მოუწყვეს მასწავლებელს სირცხვილის კორიდორი რასაც მე პირადად არ ვეთანხმები მაგრამ იყო იქ რაღაც შემთხვევები როდესაც პირველივე დღეს პირველად მასწავლებლებმა და ახალმა დირექტორმა დაარღვიეს ეთიკის ნორმები და პირველად მათ მოგვიწყეს ასე ვთქვათ პროვოკაცია. ანუ კი რა თქმა უნდა გეტყვით ესე იგი პირველ დღესვე გეტყვით რაში მდგომარეობს ეს შეურაცხყოფა პირველ დღესვე ახალმა დირექტორმა გვიწოდა ბრწყალებში სოფლის ნაროდი და მე თბილისელი გოგო ვარ და აი ესეთი ტექსტი შემოვიდა პირველივე დღესვე სკოლაში და ამან გამოიწვია ჩვენში ძალიან დიდი აგრესია, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ესე პირდაპირ არ გადავდივართ აგრესიაზე და არც არავის მიმართ არ ვართ ცუდად განწყობილი, მაგრამ ну აი თქვენ თვითონაც მიხვდებით ალბათ რომ ეს არის რაღაცა მარაზმი და რაღაც ტექსტები და თქვენ დამსვერ წამდა სრულფასოვნად სასწავლო პროცესი იმიტომ არ ხდება. არა, ერთი წამით ამას ჩვენ ბავშვები ვაპროტესტ. ანანუ ციცვიძე მე-11 კლასის მოსწავლე, დამთავრებული იყო მე-11 კლასი. ანანუ ციცვიძე მე-11 კლასის დამთავრებული იყო. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოსწავლეების უმრავლესობა გახლავთ 16-17 წლის მოსწავლეები. თქვენმოთ კარგად მოგეხსენებათ ამას აქვს ჩვენი არსებული მდგომარეობა, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური სურვილი ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. ეს უსამართლობა პირველ რიგში შეეხო ჩვენს დირექტორს მარიამ რამინაშვილს, მათ ეს არ იკმარეს და გადმოვიდნენ ჩვენზე. ჩვენ სიტყვას არავინ არ ისმენს, ჩვენ არავინ არ გვეკითხება ას. იქიდან გამომდინარე რომ სამინისტრო არ არის, ქალბატონი სანიკიძე არ არის მარტო მინისტრი 53 საჯაროს ვარდისფერი კედლების და ის არის მინისტრი ყველა თითოეული ბავშვის, მან უნდა გაითვალისწინოს ის მოსაზრებები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია და არ უნდა იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ნება სურვილით. მან უნდა მოგვისმინოს ჩვენ, რასაც ის არ აკეთებს. ხოლო რაც შეეხება ეკა გახარიას, ქალბატონ ეკა გახარიას, ჩვენ მის მიმართ გვაქვს შემდეგი დამოკიდებულება. ჩვენ მას არ ვცემთ პატივს და არ მივიღებთ მას ჩვენ დირექტორად და ეს გამოწვეული არა საკუთარი პირადი მოსაზრებებით, არამედ მისი ქცევებით, როდესაც ის პირველად 8 აპრილს საღამოს მოვიდა სკოლაში და ბავშვები დახვდნენ ზურგი და არ შემოვიდა, მან მიმართა შემდეგ გარს ის აბსოლუტურად შემოიპარა სკოლაში და არ გაითვალისწინა ჩვენი აზრი. შემდეგ დღეს და აქედან წასვლისთანავე მან განაცხადა რამოდენიმე მოსწავლის თვალწინ ისეთი სიტყვებით მოგმართა, რომელიც აბსოლუტურად არ ღვევს ყველანაირ ეთიკის ნორმებს, რამაც ჩვენ უფრო მეტად გავაღიზიანა იმის მაგალითად რომ ის წამოსულიყო დიალოგზე და დაეთქვა ჩვენი გულები, მან ჩვენ უარესად გავაღიზიანა და თქვენ უკვე იცით რაც მოხდა ხუთშაბათს, ეს აქცია იყო საპროტესტო აქცია ეკა გახარიას წინააღმდეგ და იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაღაც ეკა გახარია პირადად ეთანხმება. მან
დღეს ორშაბათს, სამშაბათს ისევ განაგრძობს იმ სიტყვებით ლაპარაკს მოსწავლეებთან, რომელიც მან ოთხშაბათს უკვე თქვა და მოგვაყენა შეურაცხყოფა. მე ამის პირადი მომსწრე ვარ. ეს არის ჩვენი პროტესტი დღეს, რადგან ქალბატონი მარიამ რამონეშვილი გააგრძელებს თავისი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში და ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ 98 მასწავლებელთან ერთად, რომ ის აუცილებლად მოიგებს სასამართლო პროცესს და დაგვიბრუნდება, მაგრამ სანამ ის დაგვიბრუნდება, ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხსნა ნეკა გახარია და მის ადგილას დააყენონ ისეთი მასწავლებელი, ან დირექციის წევრი, რომელიც იცნობს 53 სკოლას და ძალიან კარგად იცის, რა სჭირდება მე-11 და მე-12 სკოლის მოსწავლეებს კატის გამოცდის წინ. ვინაიდან რადგანაც ოქტომბერში არის შიდა არჩევნები დირექტორის 53 საჯარო სკოლაში, ოქტომბრამდე, ანუ ის 2 თვე რაც გარჩა სასწავლო პროცესის დასრულებამდე, ჩვენ ვითხოვთ, რომ დირექტორად დააყენონ კანონით მონიჭებული უფლებით დირექციის რომელიმე წევრი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იცნობს სკოლას ქალბატონი ეკა გახარიასგან განსხვავებით. ის არც სკოლას იცნობს და მით უმეტებს არ იცნობს ბავშვებს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. სრულად არ მიმდინარეობს ამჟამად სკოლაში პროცესის სწავლის. მე არ მაქვს იმაზე ინფორმაცია თუ რას ვაპირებთ ბავშვები, რადგან ახლა მოდის სააღდგომო ვარდადეგები და სწავლა უკვე კანონითაც შეჩერებულია 1 კვირით. როდესაც განახლდება სასწავლო პროცესი წესით, ჩვენ ბავშვები მოვილაპარაკებთ იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ. არავინ არ აპირებს დანებებას და უსამართლობასთან შეგუებას და ნუ გვაიძულებენ, რომ 17-ის ასაკში დავხაროთ თავი და შევეგუოთ იმ სამართლობას, რომელიც დღეს 53 სკოლაში სუფევს და მომავალში ისუფევს იმ სკოლებში, რომელიც ზოგადად თბილისში არსებობს და საქართველოში. ამის სულ გარანტიას გაცნობთ. სკოლაში ჩემი ინფორმაციით არის 103 თუ 105 მასწავლებელი, ზუსტად არ ვიცი, აქედან 98 აპროტესტებდა ჩვენთან ერთად იმ აქციებს და იმ უსამართლობას, რომელსაც ჩვენ ვაპროტესტებდით. მაგრამ მე მინდა გავაკეთო კომენტარი იმის შესახებ, თითქოს და ეს პროტესტი იყო ორგანიზებული. არც ისა იყო ორგანიზებული, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ და არც ის პროტესტი, რადგან უკვე ახსენი, რომ ბავშვებს გვაქვს თავისუფალი ნება და სიტყვის უფლება, რომელსაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იუნებით გამოვთქვათ, ის უფლებასაც გვაძლევდნენ საპროტესტო აქციებით. ბავშვებიდან კი არის რამოდენიმე სასწავლო ნაწილი არავინ არ არის ქალბატონი ეკა გახარიას მხარდაჭერი, მოსწავლეებიდანაც არავინ არ არის ქალბატონი ეკა გახარიას მხარდაჭერი, მხოლოდ გითხარით 103 მასწავლებელიდან 5 მასწავლებელი ეკა გახარიას არ უჭერს მხარს, უბრალოდ უჭერს მხარს მარიამ რამინაშვილის განთავისუფლებას, რადგან მათ აქვს პირადი ინტერესები, რომელიც ქალბატონ მარიამის დირექტორობის დროს ვერ განხორციელებოდა. ალბათ მათ აქვს იმედი, რომ ქალბატონ ეკა გახარიას დროს ამას განახორციელებდა. მე გეპასუხეთ ამას დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვიცით ბავშვები რას გადაწყვეტან. ეს ხო არ არის მხოლოდ სამზე დამოკიდებული. სასწავლო პროცესი სრულად მე პირადად დარწმუნებული რომ არ ახდგება. მანამ სანამ არ გააკეთებენ, თუ ჩვენ გვეკითხებით, რატომ არ ვფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ გამოცდები გვაქვს და სწავლა გვინდა, რატომ არ ეკითხებით ქალბატონ სანიკიძეს, რატომ არ ფიქრობს ის ამასთან დაკავშირებით. შეკითხეთ ქალბატონ სანიკიძეს, მას ანაღლებს 53 საჯარო სკოლაში. ჩვენ მას არაფერი არ გვიკითხავს, ვინაიდან რადგანაც მისი წინამორბედი დირექტორი არ იყო უსამართლობის ხარჯზე განთავისუფლებული, მან დატოვა პოსტი და ცივილიზებულად მოვიდა ახალი დირექტორი. ჩვენ იმიტომ ვაპროტესტებთ ამას, რომ ეს აქ ცივილიზაციასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. უსამართლოდ
გადააყენეს ქალბატონი მარიამი დაკავებული თანამდებობიდან და ადამიანი რომელიც მოვიდა იმის და მაგილად რომ ის თუ კოლეგიალურია და მას თუ უყვარს მოსწავლეები რაც პირველ რიგში მან დაიგრძნოს ჩვენს მიმართ დამდგარიყო ჩვენ გვერდ და აეხსნა მისი სიტუაცია თუ რატომ არის ის აქ ის გონორით თავაწეული მოვიდა მე შევალ სკოლაში ის შევიდა სკოლაში მაგრამ იმას ვერ გააკეთებს რაც უნდა იქ რომ დაგვეშვა აქ არ ვიქნებოდით უსამართლობა აუზაურეთ და უსამართლობა თუ მტკიცდება მაშინ ჩვენი საპროტესტო აქციები რა თქმა უნდა გაგრძელდება და უფრო დიდი აგრესიით იმიტომ რომ არც თხოვნა გაითვალისწინეს არც მოთხოვნა გაითვალისწინეს ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ეს ყველაფერი აღემატება უკვე აღარ ვიცით რა გავაკეთოთ ხდებით და აგრესიის გარდა ჩვენ უკვე არაფერი აღარ დაგვრჩენია როგორ მინისტრთან შეხვედრა როგორ არ გითხოვე მინისტრის შეხვედრა გთხოვეთ არ სურს მოსწავლეების შეხვედრა და ის კი არა რომ აზრის ითვალისწინებს საერთოდ არ მოგვიხსენიებს მოსწავლეებს და როგორც ვიცი მოსწავლეებისგან შედგება სკოლა და ამბობს რომ მარტო არის ეს არის 99 მასწავლებელისგან შემდგარი აქცია და მოსწავლეებს საერთოდ არც მოგვიხსენიებს განცხადებით ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული არის ის ფაქტი წამი ელენე ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული არის ის ფაქტი რომ ჩვენი ნების გამოხატულებას უწოდებენ მართულს ეს პირველ რიგში ის კი არა რომ საკუთარი გადაწყვეტილება გაამართლოთ ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას ანუ ჩვენ ვართ მართულები ანუ ჩვენ არ გაგვაჩნია საკუთარი პირადი მოსაზრებები ძალიან გთხოვთ არც ერთ პროცესს დაარქმევთ მართულს რადგან ეს აბსოლუტურად არ არის მართული ჩვენთვის არც ერთ ბავშვსაც კი არ უთქვამს რომ მოდი საპროტესტო აქციაზე უბრალოდ მე ვიცოდი რომ მოხდა უსამართლობა და მე პირადად მივედი ამ უსამართლობის აღმოსაფხვრად იქ როგორც ერთ-ერთი მოსწავლე მეტი არაფერი